საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და დღეს ვისაუბრებ კარმული ურთიერთობის კიდევ ერთ დადებით შედეგზე, რომელიც ჩემს პროფესიულ პრაქტიკაში ამ ბოლო დროს განხორციელდა. ეს სურათი ემი ვაინჰაუსის და მისი ბოიფრენდის სურათი სპეციალურად ავიღე, რადგან მინდა შედარება გავაკეთო იმ კარმული ურთიერთობის, რომელიც ემი ვაინჰაუს თავის ბოიფრენდთან ჰქონდა და იმ ურთიერთობის, რომელიც ჩემს პრაქტიკაში სულ რაღაც ეს არის დღეები განხორციელდა. მოკლედ, კარმულ ურთიერთობებზე ვისაუბრებთ დღეს. 2 დღის წინ, დაახლოებით 2 დღის წინ, თუ არ ვცდები, ერთ-ერთმა ჩემმა უკვე მეგობარმა პაციენტმა, ასე რომ ვთქვათ, კარმული ურთიერთობის кейსით, რომელიც გავიცანი, დამირეკა და სასიამოვნო ამბავი მითხრა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა და დადებითისკენ შეიცვალა და მისი 12 წლიანი ტანჯვა დასრულებულია. 12 წლიანი ტანჯვა, რომელიც იყო კოშმარი და იყო ესე იგი ჯოჯოხეთი, იქიდან გამომდინარე, რომ მისი კარმული ურთიერთობა სხვადასხვა გართულებებით და სხვადასხვა რთული პროცესებით არადა არ პოულობდა დასასრულს და ეს საკითხი როგორც იქნა მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიარეთ საუბრები, მას შემდეგ, რაც პროცესი განვითარდა, როგორც იქნა დასრულდა და ადამიანმა დაიწყო ახალი ცხოვრება. მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, რადგან ეს იყო უმძიმესი და ურთულესი შემთხვევა, რომელიც მე გავიარეთ ჩემი პროფესიული პრაქტიკაში, დედოთ ამებაენა პრაქტიკაში და მართალი გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან როგორც ჩემთვის, ისე იმ ადამიანისთვის, რომელმაც მომმართა მე, იყო დიდი ბრძოლა და დიდი ომი და რაღაც შემთხვევაში იმედიც კი მეწურებოდა ხოლმე რაღაც მომენტში, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდებოდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ როგორ გითხრათ რა, გახარებული ვარ, იმიტომ რომ ეს მომენტი, როდესაც შენ იგებ შენი უკვე მეგობრისგან, პაციენტი ახლა ადრე იყო, ახლა მეგობარია, მეგობრისგან იმ სიტყვებს, რომ მე კარგად ვარ და აღარ მაინტერესებს ის, რას ფიქრობს ჩემზე. მე დავივიწყე, მე დავასრულე და 12 წლის ამ მთელი ჯოჯოხეთის შემდეგ მე ისევ ბედნიერი ვარ. თავისთავად, ადამიანი დაბრუნდა ისევ ეკლესიაში, თავისთავად ადამიანმა დაიწყო თავისი ცხოვრების თავისებური განრიგი ცვლა და აღარ არის ადამიანზე დამოკიდებული, რომელ ადამიანზეც დილიდან საღამომდე გამუდმებით ფიქრობდა, გამუდმებით ხრნიდა მასზე ფიქრი ძალას და ეს ადამიანი იყო ძალიან დიდ სტრესში, დეპრესიაში და კრიმინალურ საკითხებსაც მიმართავდა. თავის თავს ვერ მართავდა. იმდენად რთული იყო ამ ადამიანისთვის ამ პროცესის გამკლავება. სურათზე ხედავთ ემი ვაინჰაუსს და მის მეგობარს და თქვენ იცით, რომ ემი ვაინჰაუსი, რომელიც ესე იგი თითქმის და თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, თვითმკვლელობით, იმიტომ რომ
ის პრაქტიკულად ვეღარ უმკლავდებოდა იმ ურთიერთობას, რომელიც ჰქონდა მის ბოიფრენდთან და მისი კარიერული წინსვლა უფრო და უფრო უკუსლად ხდებოდა და საბოლოო ჯამში თქვენ იცით როგორ დაასრულა ემი ვაინჰაუსმა მისი სიცოცხლე, რომ ვერ გაუმკლავდა მისი ამ კარმული ურთიერთობის პროცესს და ის ალკოჰოლით დაიღუპა, რადგან მისი ფიზიკური მონაცემები უკვე ვეღარ უმკლავდებოდა იმ ტრაგიკულ და დრამატულ ვითარებას, რომელიც ჰქონდა მის ბოიფრენდთან. თქვენ იცით, რომ აი ამ ადამიანმა, რომელსაც ხედავთ ემი ვაინჰაუსის გვერდით, ემი ვაინჰაუსი სხვა ქალში გაცვალა და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის იყო დიდი სიყვარული, რატომღაც ასე მოისურვა ამ კარმული ურთიერთობის პიროვნებამ, რომ ემი ვაინჰაუსი დაეტოვებინა ისეთ მდგომარეობაში, რომ მხოლოდ და მხოლოდ თვითონ თავისით და მარტო გამკლავებოდა იმ ვითარებას, რომელი ვითარებაშიც მან ემი ვაინჰაუსი დატოვა. თუმცა ემი ვაინჰაუსი არ და ვერ მოეძებნა შესაბამისი დახმარება იმისათვის, რომ მას გადაეტანა ეს დაშორება მის ბოიფრენდთან. როგორც ჩანს, ვერც ერთმა ფსიქოლოგმა და ვერც ერთმა ნარკოტიკმა და ვერც ერთმა ალკოჰოლურმა სასმელმა მას ვერ უშველა და ვერ გამოიყვანა იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც მისმა ბოიფრენდმა ის ჩააგდო. ჩემი სიტყვებით რომ ავხსნათ, მას ჰქონდა კარმული ურთიერთობის, ესე იგი, დიდი დავალება, ანუ გამოცდის წინაშე იდგა ემი ვაინჰაუსი, რომელიც გამოცდას ვერ ჩააბარა, პრაქტიკულად ვერ ჩააბარა, იმიტომ რომ მან ვერ გააძლიერა თავისი თავი, ვერ ავიდა იმ სიმაღლეზე, რომელ სიმაღლეზეც მისი პარტნიორი, კარმული პარტნიორი უბიძგებდა, რომ ასულიყო. ეს ბიძგები, მეგობრებო, რომელსაც გავდივართ ჩვენ კარმულ ურთიერთობებში, ანუ ამა თუ იმ პარტნიორის მიერ გამოწვეულ, ესე რომ ვთქვათ, ტკივილს, ხო? რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ და რომელსაც უნდა მოვერიოთ ისევ და ისევ ჩვენი ძალისხმევით, ისევ და ისევ ჩვენი თავის პოვნით. ასეთ ურთიერთობებს უამრავი კარმული ურთიერთობა ეწირება. უამრავი ადამიანი ეწირება, სხვათა შორის მამაკაცები განსაკუთრებით, იმიტომ რომ მამაკაცებს ნაკლებად მისდით შველა რატომღაც და ქალბატონები უფრო უმკლავდებიან ამ საკითხებს, ვიდრე მამაკაცები და განსაკუთრებით მამაკაცებში არის ეს საშინელი ამბები, როდესაც ისინი თავს იკლავენ, როდესაც ისინი ჩადიან ამა თუ იმ კრიმინალურ საკითხებს, სხვებს კლავენ, ქალებს კლავენ და ასე შემდეგ. მოკლედ, ერთი სიტყვით, ამ ყველაფერს ჩვენ უნდა შევხედოთ თვალებში, პირისპირ დავდგეთ და ვთქვათ, არის ეს ჩვენი გამოცდა, არის ეს ჩვენი ამოსახსნელი, თუ არის ეს უბრალოდ ვითარება, სადაც ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ. დავაიგნოროთ და თუ ვერ ვაიგნორებთ, ამას მოუვაროთ, ან დავასრულოთ ამ ადამიანის მკვლელობით. ძალიან ბევრი ხდება ესნა, სხვათა შორის ამ ბოლო кейსზე, როდესაც მუშაობდით ამ საკითხზე, აქაც იყო ეს მომენტი, აი როგორ გითხრათ, რა პიკზე გადავრჩით, პიკზე თუ წყაბზე გადავრჩით, რომ არ მოხდა ძალიან დიდი კრიმინალური დანაშაულის ჩადენა. ვითარება იყო ასეთი. ქალბატონი, რომელიც 12 წელი ცდილობდა მამაკაცთან დაემყარებინა კონტაქტი და ესაუბრა მასთან ერთ საკითხზე, რომელ საკითხს მამაკაცი გაურბოდა 12 წლის განმავლობაში და რომელ პასუხისმგებლობასაც მამაკაცი გაურბოდა, ჩვენი რა თქმა უნდა, ღვთიური განგების ჩარევით მოხდა ისე, რომ ამ მამაკაცთან მივიტანეთ ეს მესიჯი. ამ მამაკაცთან უკვე დაიწყო ამ
კარმულმა ურთიერთობამ გადანაწილება ისე, რომ ენერგია, რომელიც მას გაუთვითცნობიერებლად მისდიოდა ამ ქალბატონისგან, გადაეკეტა და ქალბატონს თავისი ენერგია მხოლოდ თავისი ცხოვრებისთვის მოხმარებაში გადაენაცვლა. ანუ მოხდა ისე, რომ ქალბატონმა ის ენერგია, რომელსაც აძლევდა და ჩუქნიდა თითქმის ყოველ წამიერად ამ მამაკაცს თავისთვის უკან დაიბრუნა და მას დაუბრუნდა თავისი ძალები. იმის ხარჯზე, რომ ადამიანთან მივიდა სიტყვა, რომელიც უნდა მისულიყო, რაც 12 წლის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. და ამ საკითხში ჩარეული იყვნენ არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე ათეული ადამიანი. თუმცა ეს ვერ მოახერხეს მათ და ვერ მიიტანეს სიტყვა ამ მამაკაცამდე ის სწორი გზით, როგორი სწორი გზითაც მამაკაცთან აბსოლუტურად ცნობიერების შეცვლას დაიწყებდა. ანუ აბსოლუტურ ცნობიერების შეცვლას დაიწყებდა. რომელი შედეგიც ქალბატონს მოეხმარებოდა იმაში, რომ თავისი ენერგია თავისთვის დაეტოვა და თავისი ენერგია თავისი რესურსებისთვის გამოეყენებინა, ყოველდღიურ რესურსებისთვის. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ეხლა რაღაცა ვბოდა, მაგრამ იცოდეთ, რომ ადამიანები ერთმანეთს ტყუილად არ ხვდებიან. განსაკუთრებით კარმული ურთიერთობები არის ძალიან რთული ამოსახსნელი, კარმული ურთიერთობები, რომელსაც გაურბიან ადამიანები, მამაკაცები განსაკუთრებით გაურბიან ასეთ ურთიერთობებს, იმიტომ რომ აშინებთ და მათ არ იციან როგორ მოუარონ ამ საკითხს და ადვილის სათქმელია, რომ ეს ქალი გაგიჟდა, ან ეს ქალი არის არანორმალური, ან ეს ქალი არის არაადეკვატური, თუმცა ისინი ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ეს არაადეკვატურობა და ეს სიგიჟე ამ ადამიანებმა თვითონ გამოიწვიეს ამ ქალბატონში თუ ამ მამაკაცში, რომ გააჩნია ახლა ვინ ვისში გამოიწვია ესეთი მდგომარეობა, ხო? რა თქმა უნდა, ადვილია ამ საკითხიდან მოტყდე, წახვიდე და შენი ცხოვრება ააწყო ამ ქალბატონის ხარჯზე, ან ამ მამაკაცის ხარჯზე, მიუხედავად იმისა, რომ შეხება არანაირი აღარ გაქვს ფიზიკური, მაგრამ ასტრალურად შენ ხარ ბმაში და ამ ბმებს სჭირდება აუცილებლად როგორც, ესე იგი, პრაქტიკული ჩახსნა, ისევე ფიზიკური და ისევე ასტრალური ჩახსნა. ამისი ტექნიკები არსებობს და ძალიან ბევრი ადამიანი არის ამით დაავადებული, თუმცა ის ამას ვერ ხედავს, რომ ამითია დაავადებული და აბრალებს რაღაც სხვადასხვა ავადმყოფობებს და შემდეგ ნადგურდება. პრინციპში სიკვდილამდე მიდიან ესეთი ადამიანები. პრინციპში სიმსივნემდე მიდიან, პრინციპში მიდიან გულის ინფარქტამდე, პრინციპში ინსულტამდე მიდიან, პრინციპში მიდიან ისეთ დაავადებებამდე, როგორც არის ლოგინეთ ჩავარდნა, დამბლის დაცვა, ანუ ფეხების დაკარგვა და სხვადასხვა ორგანოების დაკარგვა. თუმცა ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას, რომ ეს საკითხი არის გამომდინარე სწორედ ამა თუ იმ ურთიერთობიდან. ეს შეიძლება იყოს არ არის აუცილებელი მამაკაცსა და ქალბატონის შორიდან გამომდინარე ურთიერთობიდან იყოს გამომდინარე, არამედ ეს შესაძლებელია და დიდი ალბათობით არის გამომდინარე დედა-შვილის ურთიერთობიდან გამომდინარე. აი ამ დედა-შვილური ურთიერთობის ბმის ჩახსნები, როდესაც იწყება, ადამიანი აცნობიერებს ერთ რამეს. რამდენად ყოფილა ის დამოკიდებული ამა თუ იმ, ან სიტყვაზე, ან დამოკიდებულებაზე, ან გრძნობაზე, ან აზრზე. და როდესაც ამის ჩახსნები ხდება, ის აცნობიერებს ერთ რამეს, რა კარგია თავისუფლება. მე ახლად დავიბადე. მინდა გითხრათ, რომ ეს ვერ მოახერხა ემი ვაინჰაუსმა, მიუხედავად იმისა, რომ მილიონები ეყარა თავზე. ამ პროცესს სჭირდება
სწორ ადგილზე სწორი ადამიანების გაცნობა, სწორ ადგილზე სწორი ადამიანების ურთიერთობა, სწორ ადგილზე სწორი ადამიანების არჩევა. სწორი მეგობრებისა და სწორი გურუების, ექიმების ნაკლებად, გურუების მოძებნა. არც მერტი, არც ნაკლები, მინდა გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს მასშტაბით გავრცელებული თემა, რომელსაც ესაჭიროება ყურადღების მიქცევა და მე თუ არ ვწდები, ვინც კი მინახავს და ვინც კი მომისმენია ამ საკითხზე, ჩემს გარდა ჯერ არავის დაუწყია საუბარი. და მინდა გითხრათ, რომ სავარაუდოდ ეს არის ჩემი საავტორო პროფესია, რომელსაც ქვია დუალური სულებისა და ტყუპი სულების, კარმული ურთიერთობებისა და soulmate-ების საქმეების გარჩევა. ქურდულად რო ვიშჩელოთ. საქმეების გარჩევა, ხო? მეგობრებო, თუ საქმე არ არის გარჩეული ასეთ საკითხებში და ეს ხდება ორ ადამიანს შორის და არა ერთ ადამიანს. ერთ ადამიანს თავის თავში არასდროს მოუარო თავის თავს ატკინოს ისე ძალიან მაგრად, რომ სამარემდე მიიყვანოს საკითხი, მაგრამ ორ ადამიანს ან სამ ადამიანს შორის ესეთი რაღაცები ხშირად ხდება, შეიძლება 4 ადამიანს შორისაც კი. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ძირითადად ამ საკითხში რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოს, არის მაგების ხელი ურევია და დღესდღეობით მომრავლებული, უამრავი საშინელი სულიერების მაგი ხელებს ფათურობს და უფათურებს ამ საკითხებში, სხვათა შორის ძალიან უხეშად. ამის დიაგნოსტიკა არის შესაძლებელი და მე მინდა გითხრათ, რომ მე ვერ მოვიდოდი საერთოდ ამის აზრზე, რომ ასეთი რაღაცები ხდება, რომ არ გამიარა ჩემს პირად ცხოვრებაში იგივე ვითარებები. და სწორედ აი ამ ჩემმა პირადმა ცხოვრებამ მიმიყვანა კვალ და კვალ ამ საკითხამდე რა ხდება საერთოდ, სად ვართ, რატომ ხდება ასეთი რაღაცეები. გვანცა მაჭავარიანი მეკითხება, ეს რატომ გიყენია ესალოსები. გვანცა შენ ეხლა შემომიერთდი ეთყობა და ვერ გაიგე რაზეა საუბარი. რა რატომ იყენია ემი ვაინჰაუსი? ხო, ასე რომ ჩემო მეგობრებო, თუ თქვენ ასეთი საკითხები გაწუხებთ პირად ურთიერთობებში, შეგვიძლია ამაზე ერთად ვისაუბროთ და სულ რაღაც ალბათ არ დამithვლია ზუსტად, მაგრამ 6-7 შეხვედრის შემდეგ ეს საკითხი მოგვარდა. 6-7-4 საათიანი საუბრის შემდეგ ეს საკითხი მოგვარდა. ვიღაცამ მკითხავს ალბათ, რომ რა ინტერესი გაქვს, რომ ამდენი ხანი უთმობ ადამიანებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. ინტერესი ნაკლებად მაქვს, მე მაქვს ინტუიციური ჩართვები, ვის უნდა დავეხმარო და ვის არ უნდა დავეხმარო. ვის ვერ დავეხმარები და ვის დავეხმარები. ამიტომ ჩემთვის როგორც ღმერთისთვის დრო არ არსებობს, საუბრები, რომლებიც გრძელდება 4 საათი იქნება ეს თუ 12 საათი, როგორც მოითხოვს ვითარება, ისე გრძელდება და ამ საკითხში ადამიანები იკურნებიან.
იკურნებიან ასევე როგორც შიზოფრენიიდან, თუმცა მეტნაკლებად მჯერა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც შიზოფრენია დაუდგინეს, შიზოფრენიით არის დაავადებული. მე ეს უფრო მგონია ფსიქოლოგების გადაჭარბებული და არაპროფესიონალური ურთიერთობა პაციენტთან და ასევე ის მდგომარეობები, რასაც ქვია მაგია, რადგან ფსიქოლოგები მაგიურ საკითხებში არ არიან გარკვეული. რადგან ფსიქოლოგები მაგიურ საკითხებში არ არიან გარკვეული, მათ ადვილად შეუძლიათ თქვან, ესა თუ ის ადამიანი არის შიზოფრენიით დაავადებული. რადგან მათ არ იციან, რას ნიშნავს უხილავი სამყაროს მიღმა რა ხდება. აგერ კვანცა წერს, რომ ეს რატო გიყენია ვისესალოსებიო და მაგია ჩემთვის სიბნელია არ მიყვარს. ვის უყვარს მაგია, მეგობრებო? არავის არ გუყვარს მაგია, მაგრამ სამწუხაროდ ამ დედამიწაზე დაცემულმა ანგელოზებმა შეასწავლეს ადამიანებს მაგია და მას შემდეგ გახდა ადამიანი ინფიცირებული აი ამ ცნობიერებით, მაგიური ჩარევებით, სამწუხაროდ. სამწუხაროდ. გესმით? ლუკა კახეთელიძე წერს. ამ ლამას ახალგაზრდებს როგორ ამახინჯებს ფატუები და ეშმაკის სოსკას არ იღებს პირიდან. მეწოდებიან ეს ეშმაკის მოციქულებს დამსგავსებულები. მე მინდა გითხრათ, რომ აქ ემი ვაინჰაუზი შერიგებულია თავის ბოიფრენდს, აგერ ხედავთ თავის ბოიფრენდი როგორ ბედნიერად გამოიყურება, თვითონ კი განადგურებული და გაწუწული არის. ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალ შერიგებათგან შორის, მათ შორის, როცა მოხდა მრავალჯერ დაშორება და შერიგება და საბოლოო ჯამში ემი ვაინჰაუზი ამ ურთიერთობამ შეიწირა. მიუხედავად იმისა, რომ ემი ვაინჰაუზი ამ ურთიერთობამ გახადა შემოქმედიც და ამ ურთიერთობამ შეიწირა მისი სულიც. არსებობს ესეთი შემთხვევებიც, უკაცრავად ყელში რაღაც გამეჭედა, გაუქმებულია, მოგესალმებით ამარქალო, როგორ ხარო და მადლობა, გაუქმებულია, კარგად ვარ, დიდი მადლობა. არსებობს ესეთი შემთხვევებიც, რომელიც უკავშირდება ვერ დავიწყებას და ამ ვერ დავიწყებას თავისი პრაქტიკები არსებობს პრაქტიკები, თავისი კი არა, არსებობს პრაქტიკები, რომლებიც თუ ადამიანს სურს დავიწყება, ადვილად შეაძლებინებს. მაგალითად, ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო პერიოდში, როდესაც მე ჩემთვის გამოვიყენე ეს ჩახსნების მომენტი, ძალიან კარგად იმოქმედა და დიდი ცვლილებები წამოვიდა შემდეგ აი ამ ჩახსნების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში. საკმაოდ სერიოზული ტრანსფორმაციული და სერიოზული ნაბიჯების პერიოდი დადგა. სულ ეს იყო დღეისათვის, რაც მინდოდა მეთქვა. მინდა მოგილოცოთ, რომ კიდევ ერთი ურთიერთობა, რომელიც იყო ძალიან საშიში, ამოიხსნა. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რომ ჩვენ დაგვაკავშირა ერთმანეთს და სხვათა შორის ამ ადამიანის დანახვა
ბევრს აშინებდა. ორი შეხვედრის შემდეგ მე ამ ადამიანში დავინახე ისევ ის თვალები, რომელი თვალებიც ჰქონდა ამ ურთიერთობის დაწყებამდე. იმ თვალების, რომელიც ამ ურთიერთობამ ამ ადამიანში ჩამოაყალიბა, მართლაც ყველას ეშინოდა და მეც მეშინოდა თავიდან, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ამ თვალების უკან იდგა ადამიანი, რომელიც ითხოვდა შველას და მე იმ ადამიანს დავეხმარე სწორედ და დღეს კარგად არის ეს ადამიანი. ეს იყო ჩემთვის ძალიან რთული პროცესი, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ჩემთვის პირადად იყო, მიუხედავად იმისა, რომ მე გარეთ პირი ვიყავი, ამ ურთიერთობის გარე პირი ვიყავი, ამ ურთიერთობის ფონზე, მაინც განვიცდიდი, იმიტომ რომ ესეთი რთული მომენტი ჯერ ჩემს პრაქტიკაში არ მქონია. და მიხარია, რომ ყველაფერი კარგად არის. ახლა დაგემშვიდობებით და გაკოცეთ ყველას. გისურვებთ ბედნიერ საღამოს, ბედნიერ მარტს, ბედნიერ გაზაფხულს. არ ვიცი კვლავ როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ალბათ როცა ინებებს უზენაესი შემოქმედი, მაშინ შემოგიერთდებით კვლავ.